მოგესალმებით, მე ვარ გიგა ხაჭაპურიძე. ჩვენი დღევანდელი სპონსორია წყალი ყლურწე და მოდი ახლა ვნახოთ რეკლამა. ყლურწე. ჩვენი წყალი მოდის მთიდან და მე ბანანის ხის ფოთლებიდან ჩამოდის. თუ დავით სადღაც ჩემ ფეხებიდან რა. ეს არ არის ჩვეულებრივი წყალი, ეს არის ყლურწე. წყალი ყლურწე. დღეს ჩუმლახში მოხდა ავარია ხელის ტრაქტორით. გემარ სეფაშვილი, ვინც ამ ხელის ტრაქტორს ატარებდა, დაეჯახა ხეს და აფეთქებით დაიღუპა. ამაზე არის ვიდეო გადაღებული და ახლა მოდი ვნახოთ. ბიჭო. ეს მართლა ძალიან საშინელია მოხდა ჩუმლახში. და ახლა კოჩა ზარდიაშვილი გაესაუბრება ზურა ლომბარდაშვილს. მოგესალმებით, მე ვარ გოჩა ზარდიაშვილი, ვიმყოფები ჩუმლახში და უნდა გავესაუბრო ზურა ლომბარდაშვილს, რომ გავიგო მეტი ინფორმაცია თუ რა მოხდა. გამარჯობა ბატონო ზურა, აბა გითხარით თუ რა მოხდა? ყველაფერი გითხარით, რას მოხდა? აბა რა მოხდა? ძმა, ჩემი მეგობარის ჯემალა მოვიდა და გოგაის მოტაბლოკია შეეჯახა ხეს. აბა მეტი რა გითხარ, ძმა? დაუმარჯოს კამერა ისა ოპერატორ თუ რაც ახლა. ისა ზურა მეთქი ლომბარდ, კაროჩე ეს ტაჭვა მჭირდება რა, უნდა გავათრიოთ ცოტა ხანი მიწები და რაღაცები მაგა მოსაფრელი და 2 წუთში შემოგიდა რა. მე ვიყავ ბაძი რომ აქვსე. რაზე ძმა ცოტა ხანი მჭირდება. აცაო, ნუ ვერაგე და შეიძლება რომ მჭირდება რაღაც, რა რომ უნდა მოხდა. ცოტა ხანი რა იყო ძმა 2 წუთი გავყვანდა უფრო შემოგიდა. მჭირდება და ფულსაც შემოგიდა. არა. ცოტა ხანი ვათხოვ. კაცმა გურჯაანში 20 საანთრო მოიპარა ბაზრიდან. ეხლა მე გავგზავნე გელა ჭუპურიძე, რომ გაესაუბროს ბატონ ჟორა გიორგაძეს. გამარჯობათ, მე ვარ გელა ჭუპურიძე, ვიმყოფები გურჯაანში და უნდა გავესაუბრო ჟორა გიორგაძეს. თუ რატომ მოიპარა 20 საანთრო? უკაცრავად ბატონო ჟორა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს თუ რატომ მოიპარეთ ეს 20 საანთრო. ასე ყიფუნია მიცარუცი. ხო და ამ პაპანაკება სიცხეში რატო გჭირდება თქუდი? დამიბრუნე ჩემი სანა! დამიბრუნე თო! დამიბრუნე ჩემი საზამთრო! ლაგოდეხში კაცი წამოწვალიან დაგემზე და ახლა ვერავინ ვერ აყენებს. მოსახლეობა იძახის, რომ წინა კვირას სამსახურიდან გამოვაგდეს და ამის გამო დეპრესია გაუჩნდა. ამაზეც არის ვიდეო გადაღებული და ახლა მოდი ვნახოთ. რასაკეთებ უკაცრავ? გამანებე თავი ბატარებულო გადამიოროსებოდან. კაი. მე გავგზავნე გოჩა შიბლაძე, რომ გაესაუბროს ამ კაცს და რამენაირად იქემად წამოაყენეს. და ახლა გადავერთვებით. მოგესალმებით, მე ვარ ბატონი გოჩა შიბლაძე. დღეს როგორც გავიგეთ და როგორც ინფორმაცია გადმოგწეს, კაცი წევს ლიანდაგებზე, რომ თავი მოიკლას და მატარებელმა უნდა დარტყას. ეხლა გემ გამოშტერებულს წავედ და გავესაუბრებით. ბატონო ო ბატონო ვასო, აქ რა გინდა თუ გინდა გითხარით? ბიჭო გამანებე თავი მატარებელო გადამიოროსებოდან. ატე ძმა მატარებელია. ბიჭო მატარებელი გადა. რა ქვია, სამწუხაროდ გარდაიცვალა ის ადამიანი, რომელიც ჩვენ აქ დავინახეთ, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ სინამდვილეში მკვდარი იყო. ვიზიარებ და ყველამ დავწეროთ, რომ ვიზიარებ და კაროჩე დამოვწდა რაღაცა კარგად რა. იტალიაში კაცმა გააკეთა რაკეტა, ვითომ რაკეტა. მას ყავზე დაამაგრა 4 ფოიერვერკი და ახლა მე გავგზავნე გოჩა ზარდიაშვილი, რომ ნახოს მისი შემოქმედება. დიახ, გიგა მე ვიმყოფები ყიტაანში და დღეს გავესაუბრებით გეგა ალამბარაშვილს. და გავიგებთ დღეს ამან რა აშენა. გამარჯობა, მე ვარ გეგა ალამბარაშვილი. დღეს დავამაგრე ფოიერვერკების კამზე და როკეტა გამომივიდა. sakete bicho shena shi khwara
რანაირად? ამოთ ფოიორკმა ჯერ ერთი როგორაც რამსიმძიმე კაცი და მეორე იმ კაცმა რომ პანჩური ამოვარტყა ამ კაცს, იგი ძალიან რანაირად გააკეთა რომ ცაში აგდო. ჩუმლახში დროის მანქანიდან გამოექცა პირველი ყოფილი ადამიანი და ახლა მას ეძებენ მეცნიერები. გოჩას არდიაშვილმა მაინ იპოვა ეს პირველი ყოფილი ადამიანი და გაესაუბრება მას. ბატონო, პირველ ყოფილო. აქ რატომ აходით? წავიდა პირველ ყოფილი, გამეპარა დროის მანქანიდან. ჩემერები ხდება დღეს. იმედია გოჩა გაადარის. დღეს კონდორში შეამჩნიეს რომ ცაში დაფინოდა უცხოპლანეტელების თეფში. მე გოჩაში ბლაძე გავგზავნე კონდორში რომ შეხვდეთ უცხოპლანეტელებს და იქნება და რამენაირად შეძლოს მათთან კომუნიკაცია. და ეხლა ჩაის ჩაგვერთობა ეხლა. დიახ, გიგა მევიყვები კონდორში და ეხა ჩამოდის ისა უცხოპლანეტელი. ოპა! მაიცა მომწერეს. ალო, ხო. ტრაქტორს ვერ აქხავ? კაი მალე მოვა. სულაც იყო ეს იყო სინერგია ახლა დაკავშირებით და ბედნიერ საღამოს გისურვებთ.